მეათე კლასელები 15-16 წლის მოზარდები არიან. მათი მშობლები და მასწავლებლები დიდი გამოწვევის წინაშე დგავართ. უნდა მოახერხოთ და შევძლოთ მათი დაინტერესება, ყურადღების მობილიზება, რაც დღითი დღე რთულდება. ამას კი გარკვეული მიზეზები განაპირობებს. ეს არის ასაკობრივი სირთულეები, სკოლის დამღლელი რუტინა, მობილურ ტელეფონზე დამოკიდებულება, დარღვეული დღის რეჟიმი. სკოლაში უფასო კვების არარსებობა. ძალიან რთულია მასწავლებლისთვის ამგვარი რეალობა, თუმცა შეუძლებელი არ არის, რომ შევძლოთ მათი ყურადღების მობილიზება. სწორედ აი ამ ფიქრებმა მიმიყვანა ძალიან საინტერესო და სახალისო რესურსების დამზადებამდე და ახლა გაგიზიარებთ თუ როგორ ვასწავლე სიტყვები ვეფხისტყაოსნიდან. ძველი ქართული ლიტერატურული ტექსტების შესწავლა და ლექსიკაზე მუშაობით უნდა დავიწყოთ. მეათე კლასისთვის ვეფხისტყაოსნის ლექსიკის მიხედვით სიტყვის ბარათები დავამზადე. დამჭირდა მართკუთხედი ზომის ორი ბარათი. ერთზე დავწერე სიტყვა, ქვეშ მიუწერე ის სტრიქონი, რომელშიც სიტყვაა გამოყენებული და სტროფის ნომერი. მეორე ბარათზე კი თანამედროვე სალიტერატურო ენით განმარტებული სიტყვის მნიშვნელობა დავიტანე. 50-მდე სიტყვა შევარჩიე პოემიდან, შემდეგ ეტაპი იყო იმაზე ფიქრი, როგორ გამომეყენებინა სიტყვის ბარათები. 4 ჯგუფისთვის გადავანაწილე სიტყვები, ცალკე სტრიქონი და სიტყვა და ცალკე განმარტებები დავაჯგუფე და გაკვეთილი დავიწყე საშინაო დავალების ინსტრუქციის გაცნობით. საშინაო დავალება კი ამგვარი იყო. შევარჩიე ერთი სიტყვა პოემიდან, გენუკვი, გევედრები, რომლის მიხედვით თავად დავწერე თავისუფალი თემა და ინსტრუქცია ამგვარი არის თავისუფალი თემის. უნდა შეერჩიეთ ერთი სიტყვა, მოეძებნათ პოემის რომელი ეპიზოდშია გამოყენებული შერჩეული სიტყვა, მიმოეხილოთ კონკრეტული ეპიზოდი, შემდეგ პირადი დამოკიდებულება გამოეხატათ ამ სიტყვისადმი და ბოლო აბზაცი უნდა დაეწყოთ ამგვარად ახლა და რას ხედავენ, რას გრძნობენ, რას ფიქრობენ, რა ახსენდებათ, უნდა დაეწერათ. ამგვარად ძველ სიტყვას ახალ მათ ცხოვრებას უკავშირებ და წერის პროცესი სახალისო ხდებოდა. გაკვეთილის აღწერა კი ამგვარია. წავუკითხე თავისუფალი თემა, გავაცანი და ჩავაწერინე ინსტრუქცია. შემდეგ ჯგუფებად დაყოფილ კლასს დავურიგე 11 ბარათი. გარკვეული დროის განმავლობაში ჯგუფის თითოეულმა წევრმა რვეულში გადაიწერა სიტყვები, დააკვირდა მნიშვნელობას და სტრიქონის კონტექსტით უნდა გამოეცნო ამ სიტყვის მნიშვნელობა, თუ არ იცოდა რას ნიშნავდა და უნდა მიეწერა სავარაუდო განმარტება. შემდეგ დავურიგე განმარტებები და ჯგუფმა დაალაგა ბარათები იმგვარად, როგორც თავად ჩათვალა საჭიროდ. შემდეგი ეტაპი შედეგებზე დაკვირვება იყო, მიუთითე რა ჰქონდათ სწორად განმარტებული და რა შეცდომით. გაკვეთილის ბოლოს კი კაჰუტში აკინძული ვიქტორინა გავუზიარა კლასს. ისხდნენ მეათე კლასელი გოგობიჭები და მათი მობილური ტელეფონის ეკრანებზე ციმციმებდა სიტყვები: ეჯიბი, ერდო, გვარლითა, სოსანი, კანჯარი, მარზაპანი, გავაზი, ქურციკი, ყაბაჩა, რიდე. თითოეული მოსწავლე ფიქრობდა, მსჯელობდა და ამაზე დაკვირვება და ამის დანახვა უზარმაზარი სიხარული იყო ჩემთვის. მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ 50-მდე სიტყვის შესწავლას ერთი გაკვეთილი არ ეყოფოდა, უფრო სწორად ერთ ჯგუფს რომ 11 სიტყვაზე ემუშავა. სწორედ ამიტომ შემდეგი გაკვეთილებიც დავუთმე სიტყვის ბარათებზე მუშაობას და პირველ გაკვეთილზე ზარის დარეკვისას საკლასო ოთახის კართან დავდექი. გასასვლელი ბილეთების მსგავსად უნდა დაესახელებინათ 3 სიტყვა, რომლებიც გაკვეთილიდან დაამახსოვრდათ და ისე უნდა გასულიყვნენ დერეფანში. მან გიგენუკვი ხარაჯა ერთი სიტყვა ყველამ გაიყოლა საკლასო ოთახიდან. შემდეგ ორ გაკვეთილზეც სიტყვის ბარათები შევცვალე, რათა შერჩეულ სიტყვებზე თითოეულ მოსწავლეს ემუშავა. ერთმა მოსწავლემ საშინაო დავალების წაგვიკითხა საშინაო დავალება, წინწალი შეერჩია ეს სიტყვა და სწორედ ამ სიტყვის მიხედვით დაეწერა თავისუფალი თემა. შემდეგ გაკვეთილზეც ბავშვებმა ჯგუფებში იმუშავეს
იმსჯელეს, მოძებნეს განმარტებები და ბოლოს უკვე როცა გაირკვა რომელი სიტყვა რას ნიშნავდა, თითოეულმა ჯგუფმა კლასის წინაშე წარადგინა თავისი სიტყვები. რამდენიმე სიტყვა პანტომიმით გავაცოცხლეთ, მაგალითად სოსანი, ქურციკი, მქისი, გენუკვი. მეოთხე დღეს კი კლასს შევთავაზე შემაჯამებელი სამუშაო ტესტი. ერთ გვერდზე ჩამოვწერე 20 სტრიქონი და სიტყვა, რომელთა განმარტება დამოუკიდებლად უნდა მიეწერათ. მეორე გვერდზე კი თავისუფალი თემის ინსტრუქცია დავურთე. რადგან მე-6-ე გაკვეთილი ჰქონდათ ქართული, გამოვუცხო მაფინები, ჩავარჭე ერთი სიტყვა ტესტიდან ამ მაფინებში და ბონუს სიტყვა დავარქვი. მაფინების დარიგებით დავიწყე შემაჯამებელ ტესტზე მუშაობა. ყველა მოსწავლე მუშაობდა, ყველამ შეძლო თავისუფალი თემის დაწერა. მაფინში ჩარჭობილი სიტყვა რომ მაინც დაამახსოვრდეთ, ბედნიერი ვიქნები. რაც მთავარია, მოსწავლეებმა იმუშავეს, იფიქრეს, ჯგუფურმა მუშაობამ გაახალისა კლასი და განწყობაზეც დადებითად აისახა. დამავიწყდა პროექტების პოსტერების ხსენება. ჩემი შერჩეული სიტყვები ჩამოვწერე 2 პოსტერზე, რომლებსაც დროდადრო გამოვიყენებ. რესურსის დამზადებისთვის დაახლოებით 1 თვე დამჭირდა. თავიდან მელნის კალმით დავიწყე წერა და შემდეგ მივხვდი, რომ ამას კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა. ასევე ძალიან საინტერესო იყო თვითონ პროცესი, როგორც დასაწყისში, საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, როგორ უნდა გამომეყენებინა ეს ბარათები, იმგვარად, რომ მთელ გაკვეთილზე გადამენაწილებინა და საინტერესო ყოფილიყო თითოეული მოსწავლეს შეძლებოდა მუშაობა და ვფიქრობ, რომ ეს მოვახერხე. ჩემი პირადი საჩუქარი ამ შრომის საპასუხოდ იყო მოსწავლეების შემაჯამებელი ნამუშევრების კითხვა. თქვენც გიზიარებთ აი ამ ფოტო მასალას.